გამარჯობათ, გალბატონებო და ბატონებო. მე აღარ ვაპირებდი ჩაწერას, მაგრამ იმის გამო, რომ მართალი გითხრათ უკვე იმდენ წერილს ვიღებ, მე იმაზე კი არა რომ ვთქვათ, სხვა რამე აინტერესებს, ესე იგი ადამიანების 95%-ს დაახლოებით აინტერესებს მაინც და მაინც ხალხო, მე ვერ გავიგე უბრალოდ ერთი რამ, რომ ესე იგი ადამიანების 95%-ს აინტერესებს არ ვიცი, ესე იგი, ამას როგორ თვლიან, ნეგატიურ მხარეში თვლიან, არ ვიცი, გახსოვთ ალბათ მე ჩაწერა გავაკეთე და გითხარით, რომ მაინდა-მაინც ეს ხალხი აკრეფილია იმაზე, ეს ქურდულ სამყაროზე, რა ურთიერთობა გქონდა და მე განმარტება გავაკეთე ამაზე და მე ავიღე, ეს ეხლა რამდენმა ადამიანმა უნდა ნახოს და რამდენჯერ შეიძლება ვთქვა და ბოლოს კი ვიფიქრე, ისევ დავდებ, მაგრამ როგორც ჩანს იმანაც არ გამოიწვია, ესე იგი გარკვეული რა ქვია, გაგება, ასე ვთქვათ ხალხში, რადგან ვხედავ ადამიანები, ესე იგი ამ ქურდულ სამყაროში და ამ დამნაშავეთა სამყაროში, ვთქვათ, ასე უფრო უკეთესად ხედავენ ალბათ ნეგატივს უფრო თუ რავი დადებით მხარეს თუ არ ვიცი, ახლა აკრძალული ხილი საერთოდ გემრიელიაო და აკრძალული ხილი ბიბლიიდანაც ვიცით ჩვენ რომ რას ნიშნავს, ისიც ვიცით, როდესაც უკრძალავ ადამიანს მაინდა-მაინც ის უნდა თუ ამ ფსიქოლოგიიდან გამოვალთ, ამას უნდა ნიშნავდეს ეს. მე ყველას კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ ახლა ნაცნობობა და ახლობლობა, კაცო, ბევრ ადამიანთან მქონია. მე ისიც კი გითხარით, ახლა მე ვარ მწერალი და სადაც დავინახავ მორალურად გამართულ ადამიანს, თუ იქ რაღაც სიუჟეტიც მომეწონა, ვწერ ამას და ეს დაწერილი მაქვს, შეიძლება დავწერო მაგალითად, რა ვიცი, 1000 ვინმეზე მაქვს დაწერილი, ახლა რა ვიცი, ჩემი შემოქმედება არის მრავალფეროვანი. არანაირი შეზღუდვა მე მაგალითად კარგი ადამიანის ხილვისას არ მაქვს. მაგრამ არსებობს რაღაცა საზღვრები და ალბათ რა ვიცი, ახლა იმ საზღვრებს ზოგჯერ არ მინდა ხოლმე რომ გადავაბიჯო, იმიტომ კი არა რომ ამისი ნება არ მაქვს და ის საზღვარი ვთქვათ მორალურ საზღვარს კი არ გულისხმობ. გულისხმობ იმას, რომ ვიღაცამ ეს სუდად არ ჩამითვალოს, სუდად არ გაიგოს და აქედან გამომდინარე, მე არ გახდეს ეს სადისკუსიო თემა. მე ერთხელ განმარტე და კიდევ ვიმეორებ. ჩემს ბავშვობაში მიხდებოდა მარტო ცხოვრება. იცით ახლა ვისაც ჩემი შემოქმედება გაწაკითხული, იცით რომ მე ჩემი მორალური, ასე ვთქვათ, ფორმირება მოხდა ინტერნეტში და მე ისეთი არავინ მყავდა, ვთქვათ, და ყველას თვალსაწიერში ვიყავი, თვალხედვაში ვიყავი, კაცო, როგორც მილიციის, ისე დამნაშავეთა სამყაროს, ისე იქით და აქეთ, რა ვიცი, 1000 რაღაცა გადამხდენია მე თავს და მე გითხარით ადრე, რომ იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ჩემთან მოვიდა კაცი, მოდიოდა ხოლმე ადამიანი, ახალგაზრდა ბიჭი იყო მაშინ, ჩემზე სადღაც 8-9 წლით უფროსი და მეხმარებოდა ხოლმე რა, ხედავდა ახლა უპატრონო ბიჭი ვიყავი და ახლა თავისთავად გაჭირვებული ვიქნებოდი, ხო, პატარა ბავშვი ვიყავი ფაქტობრივად 16-17 წლის და მეხმარებოდა ეს ბიჭი. ეს ბიჭი იყო
აი მაშინ იმ პერიოდებში იმ პერიოდში მაგალითად ჩვენ ადამიანები ვეძახდით გზასაცდენილ ადამიანს, ასე ვთქვათ რა, რომ როდესაც ადამიანი იპარავს თუ რაღაცას აკეთებს, ეს გზასაცდენილია, ეს კომუნისტების დროს ასეთი ტერმინი იყო, გზასაცდენილი ადამიანი. მაგრამ იმ გზასაცდენილმა ადამიანმა მე გზაზე დამაყენა. და ეს გზაზე დაყენება რაში მდგომარეობდა? მე კი გითხარით და კიდე უნდა გავიმეორო, იმიტომ ის ვიდეო მე ავიღე რა, უბრალოდ რომ სხვანაირად არ გაგებულიყო, მაგრამ ახლა უკვე უნდა განვმარტო ერთხელ და სამუდამოდ. როდესაც მოვიდა ის სამ ადამიანთან ერთად, ჩემთან ერთ დილას, გარიჟრაჟი იყო, ჯერ გათენებული არ იყო და ერთ-ერთმა მათგანმა მე ვარჯიშობდი ამ დროს და გოფლიანი ვიყავი რა და დილით ადრე ეს მივყვებოდი ამ სპორტს მივყვებოდი მე მაინც რომ ცოტა ესეთი ფიზიკურ ფორმაში უყოფილიყავი, უპატრონო ბიჭი ვიყავი და გარიჟრაჟზე მოვიდნენ ესენი და ერთ-ერთმა მომაწოდა მაშინას ეძახოდნენ პლანი თუ ანაშა თუ რაღაცა ჯანდაბა მე საერთოდ არ ვიცი არც გემო და სიგარეტსაც არ ვეწევი, მას შემდეგ მოხდა ისე რომ მე არც სასმელს მივძალები ვარ და არც იმას აღარ ყოფილა შემთხვევა კი ბატონო რაღაც სუპრას მოხვედრილ ვარ და ვინოს დამილევია და იცი რა გამოკლებული არა ვარ ქვეყანას, მაგრამ სიგარეტის მწეველად და განსაკუთრებით რაღაც ნარკოტიკის მომხმარებლად რომ არ ვიქეცი ზუსტად იმ ახალგაზრდა კაცის დამსახურება. ეს ახალგაზრდა ადამიანი იყო ავტორიტეტული პიროვნება თავის სამყაროში და ამ ბიჭს იქ პატარა შემოსწყურა მაგის გულისთვის რომ მე პლანი მომაწოდა რომ შეხედეო რა დღეშიაო ბიჭიო გაუფლილიო, ესე იგი ამდილა ადრიან ვარჯიშობსო და ერთი ისიც კითხეო სიგარეტს ეწევა თუ არაო. ერთი სიტყვით მაშინ დავფიქრდი პირველად რომ ეს არ იყო მისაღები ალბათ თორე ასეთი რეაქცია არ იქნებოდა იმ ჩემს უფროს ვთქვათ მეგობარს ასე ვთქვათ რა და როდესაც ხდება ასეთი რამე უკაცრავად როდესაც ხდება ასეთი რამე რომ ესე იგი ესეთი ფაქტი ამ ფაქტს რა თქმა უნდა უყურადღებოდა არ ტოვებ შენ თუ აზროვნებ რა თქმა უნდა და შემდეგში ფიქრობ რომ ეს რასთან გაქვს საქმე. ეხლა მე მინდა ერთი რამ თქვა ცხოვრებაში მრავალი რაღაცა ისეთი ყოფილა ამდაგვარი რომ საიდანსად გადავედი, მაგრამ რაღაც ფაქტები ყოფილა ჩემ ცხოვრებაში რომ ისინი მე მაგალითად შემხვდა კაცი რომელმაც ერთხელ ჩემ ბიჭობაში რაღაცა ჭუბები იყო ხოლმე ჩვენ დროს მაინც რაღაცა ცოტა ბიჭობაში და ვიღაცებს იქ პატარა მოუცხე და დამიჭირეს და რომ დამიჭირეს იქ გამოიარა ერთმა რა ვიცი ჩვენ უბანში ცხოვრობდა არც ვიცოდით ვინ იყო რა იყო საერთოდ წარმოდგენა ახალი გადმოსული იყო რაღაც ერთი თვის და იქ უბანში რა ვიცი რაღაც დომინოს თამაშობდა ხოლმე ჯოკერს თამაშობდა და არ ვიცოდი ვინ იყო ეს კაცი მე მეგონა რა ვიცი ჩვეულებრივი ადამიანი იყო რომ შეხედა ვინ არის არ ვიცი ხა იმაზედაც ამაქვს ყოთა ჟურნალში დაწერილი ხო და ამ მილიციელებმა ორი კაცი მეკიდებოდა მკლავებზე ხა ფიზიკურად ცოტა ძლიერი ბიჭი ვიყავი ბავშვი ვიყავი რა მაშინ პრინციპში ხო და ამ დროს მოდის მანქანა რა და გადაღმა ამ მილიციის მანქანა დგას სადაც უნდა ჩამსვან და წამიყვანონ რა განყოფილებაში და მოდის ეს მანქანა მოგორავს რაღაცნაირად რა და დავინახე რომ ჩემი მეზობელია და რაღაცა და მილიციელებმა გაჩერდნენ და დაუთმეს ხსა რომ ეს მანქანას გაევლო და ეხლა ვიფიქრე რატო დაუთმეს კაცო ეს ჩვეულებრივი ვიღაცა რა ვიცი რაღაც მუშა თუ არ ვიცი ვინ არის ხო და არც ვიცოდი ვინ იყო და რომ მოახლოვდა ეს მანქანა რა ხდებაო გააჩერა კაცო და ბატონო რაღაცა თავი დაუკრეს ამ მილიციელებმა და
რაშია საქმეო და აიო იჩხუბაო ვიღაცებსაც ცემაო იქ იმისაო და დავიჭირეთო რა დავინახეთ შევესარითო ამ ფაქტსო რა და გავარკვევთო რა ამასო და მიყვავს მაგიტომ განყოფილებაში ხელი გაუშვითო ამანუთხე თამას წამოდი დაჯექი მანქანაშიო მოუარეო დავჯექი მანქანაში და მოვდივართ ეხლა და ნუ არც ის იღებს ხმას არც მე და ნუ ესე იგი ცოტა ხნის შემდეგ უთხარი მეთქი ვინ ხარ მეთქი კაცო შენ არ ვიცნობ კაც ესე იგი ნუ აზზე არა ვარ ვინ არის სად მუშაობს საერთოდ წარმოდი მაგრამ ნუ ეხლა მილიციელებმა რო ესეთი რაღაცა გამოხატეს ნუ რა ვიცი რა თან რაღაცა ნუ ისეთი უბრალო მანქანით დადიოდა ხოლმე რა ამ რაიონის კგბ-ს უფროსის პირველ მოადგილედ გამომაგზავნესო ესე იგი აი ესეთი საინტერესო მომენტები მქონია ცხოვრებაში მე და თქვენ არ იფიქროთ რომ მაინდა-მაინც იმას ვიცნობდი და იმას არ ვიცნობდი და იმას და ნუ აი ესეთი კლასიფიკაციებად დაყოფა ადამიანებისა რომ აი ვიღაცა კარგია და ვიღაცა ცუდია ეს ჩემი აზრით მე სხვადასხვა რა არის იცით 2006 წელს გამოქვეყნდა ჩემი ერთი წერილი ლიტერატურულ საქართველოში ასეთი სახელწოდებით საზოგადოებრივი დაყოფა საქართველოში ჩვენთან ძალიან ცუდი ტენდენცია ჩამოყალიბდა თუნდაც იმიტომ აი თუნდაც იმ კუთხით უფრო სწორად რომ აი უფროსი ხარ და შენ არაფერი არ იცი და შენ ძველი ხარ და მე ეს არაერთხელ მithქოს ხალხო შეხედეთ აი მე ახლა ყველა სარწმუნოება ნუ დაახლოებით ვიცნობ ყველა სარწმუნოებას ძირითად სარწმუნოებებს და ძირითად კი არა იქითაც კი ადამიანები სანამ ცნობიერებაში ჩავარდებოდნენ და სანამ ისტორია აიღებდა ასე ვთქვათ ცოტა ისეთ სათავეს მაგრამ მუსლიმურ სარწმუნოებაში არის ერთი კარგი წესი უფროსი რო შემოვა ესე იგი უფროსი ძმა რო შემოვა უმცროსი ძმა ფეხზე უნდა ადგეს და აქ აღარ არის ლაპარაკი უფროს კაცზე კაცო უფროსი კაცი უხუცესთა საბჭოები არსებობს და რაღაცები და ეხა აი დააკვირდით ესე იგი რა მოწიწებით ეპყრობიან უფროს ადამიანებს აქ რას ლაპარაკობ კაცო ადგილს არ დაგითმობს ავტობუსში რო ახვიდე ახალგაზრდა და ნუ ეს ცოტა ცუდი ტენდენცია ჩამოყალიბდა და აქედან გამომდინარე რა არის იცით მე ყოველთვის მithქვამს და კიდევ ვიმეორებ რა დათა თუთაშხია ყაჩაღი იყო მაგრამ წერალმა კარგი მხრიდან წარმოადგინა და კიდევაც გავიმეორებ ამას ეხლა აგერ გადაარჩინა რა ქვია გაძარცული ხალხი და მოგვეწონა კაცო ის გაძარცული ხალხი რო გადაარჩინა და ყაჩაღებს დაუპირისპირდა ნუ დაახლოებით აი ასეთი სიტუაცია იყო ჩემთან სახლში როდესაც ამ მომავალმა ქურდმა ასე ვთქვათ კანონიერმა ქურდმა რომელიც ნუ ამ მოთხრობას რომელიც დავწერე და იმას გიყვებით ახლა მე მოთხრობა წავიკითხო მსახიობი ხო არა ვარო ახლა ვიკითხო კი შემინდოდა რომ მაგალითად ეს მოთხრობა წამეკითხა და დამედო როგორც სხვა მოთხრობები და აუდიო რა და გადავწყვიტე რომ ესე მოგიყვეთ იმიტომ რომ არ არის ძალიან დიდტანიანი მოთხრობა და ძირითადი ასპექტები მიმოვიხილო იქ ნუ რა ბედი ეწია იმ ქურდს რა და ნუ რა მოხდა და როგორ მოხდა და გააქვს თუ არა ახლა კავშირი და ასე შემდეგ ნუ ამანაც გადამარჩინა მიხსნა ფაქტიურად დამანახა ცხოვრება რომ ეს რაღაცა ნარკოტიკი არ არის კარგი დამანახა ის რომ მე როდესაც ვთხოვე რომ შენთან ერთად წამოვალ მეთქი აი ერთხელ მოვიდა ჩემთან ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო და ფანარი მთხოვა და მე მინდოდა რომ ქურთან წავსულიყავი ერთად ყოფილიყავით რაღაც მის გვერდში გარეთ იქით აქეთ მევლოდა ნუ მზად ვიყავი კაცო მე მიმეღო მონაწილეობა იმ ქურდობებში და ნუ გეტყვით მაშინ იყო ესეთი რაღაცა დამოკიდებულება ახალგაზრდების მხრიდან და მეც წამოვალ მეთქი და უძახე რა ეს ფანარი რომ მივეცი რა გარეთ გასული შემოbrunდა და მითხრა რომ არც კი იფიქრო
არ იფიქრო, რადგან მე თავადაც კი არ ვარ კმაყოფილი და შენ წარმოიდგინე ვფიქრობ ძალიან ამაზე, მაგრამ ძალიან ღარიბი ოჯახიდანა ვარ გამოსულიო და ჩემ მშობლებს არ შეეძლოთო შვილების რჩენა. მე ძალიან პატარა ვიყავი გარეთ მოსაპარად რო გამოვედიო და დღესაც კი ჟუანტელი მივლის კაცურად ეს რო გამახსენდება და მე იძულებული გავხდი ეს ნაბიჯი გადამედგავ. ამიტომ შენ ხარ ჩემი პატარა ძმაო, მაგრამ ეს არასოდეს არ იფიქრო. შენ იფიქრე სხვა გზაზე. ეს არის ჩემი რჩევა. ეს ადამიანი ძალიან გარკვეული ავტორიტეტი ჰქონდა, სანამ კანონიერი ქურდი გახდებოდა, მაგრამ ის არ ფიქრობდა ამ ტიტულზე, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. არ ფიქრობდა და წარმოიდგინეთ ახლა მომენტს, როცა ეს იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ის მას ეკუთვნოდა ეს ტიტული. თორემ არ ფიქრობდა ამას და ამიტომ დავუწოდე ამ მოთხრობას, კაცი რომელიც ქურდობაზე არ ფიქრობდა, ამაში ის იცადებს, რომ ის ბავშვობაშიც იძულებული გახდა, რომ გამოსულიყო გარეთ ამ საქმისთვის, კანონიერი ქურდი გახდა. ახლა თუ ვინმე იტყვის იმას, რომ კანონიერ ქურდებში არსებობს ყველა პატიოსანიო, მაშინ სახარებისეულ მომენტს გავახსენებ, როდესაც ერთი ავაზაკი მიყავს ქრისტეს და მეორე ავაზაკს ტოვებს. რა თქმა უნდა, იქაც არიან ახლა უგულო ხალხი, მე სხვა წიგნებიც მაქვს დაწერილი და ნალაპარაკები მაქვს. მე მძარცველ ჟურნალისტზე რატომ არ დამიბეჭდეს, რომ იქიდან ის კანონიერი ქურდი ამომეღო მაინდა-მაინც და სამინისტროსთან მქონდა ეს საუბარი, მეთქი მე ვთქვი და სხვათა შორის ის უღატაკესი ქურდი იყო და ის რომ ამოვიღო წიგნი დაიშლება ფაქტიურად, განადგურდება, აღარ იარსებებს ის წიგნი, აღარ არის, ფორმას დაკარგავს. არ შეიძლება იმ წიგნის დაბეჭდა, იმიტომ რომ ის არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, მთავარი გმირი არის ჟურნალისტი და ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, რომელიც მას ეს ჟურნალისტი გადაარჩინა, ეს არის ეს მეორე კანონიერი ქურდი. მაგრამ ეს არ დაბეჭდეს დღემდე. და აი ეს მიზეზი იყო ჩემი გამოსვლისა, რომ ეს წიგნები დამებეჭდა მე იმით, რა ქვია. სხვათა შორის ისიც მინდა გითხრათ, რომ ხო და ამ კაცზე გავაგრძელოთ საუბარი, რატომ გახდა ქურდი, რა აინტერესებს ხალხს და დაუკმაყოფილო ეს რა ქვია სურვილი ჩავარდა ციხეში ეს. რაღაცა მოხდა, ჩავარდა ციხეში, ეს უკვე საინტერესო არ არის ისთვის რატომ. და ციხეში არის ასეთი, ახლა მე ეს უბრალოდ ვიცი, მე თავად ეს არ მინახავს და არც სურვილი მაქვს თქვათ ეს ვნახო, რა უნდა ვნახო რა ზამხლის კაცმა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ეს არ მინახავს. არსებობს კარანტინი, საიდანაც ანაწილებენ ამ პატიმრებს სხვადასხვა საკნებში, ასე ვთქვათ რა. ასეთი ადგილი ყოფილა, ეს გუბერსკის ციხეზეა ლაპარაკი, როცა ეს გუბერსკის ციხე არსებობდა და ერთი სიტყვით ამ კარანტინს რის მაყურებელია, ასე ვთქვათ, ეს ავტორიტეტული პიროვნება, რომელიც ჯერ არ არის ქურდი, მაგრამ იცნობენ ძალიან ავტორიტეტული ქურდები, რომ ეს ძალიან პატიოსანი ბიჭია და ძალიან
დიდი პატივს სცემენ და აქ აწესრიგებს ამ каранტინის ადგილს ყველგან არის თავის მაყურებელი, კორპუსის მაყურებელი, კამერის მაყურებელიო თუ რა ვიცი რაღაცები არსებობს ამდაგვარი და როგორც ვიცი მე და არასწორად არ ვიცი, ხო და მოხდა ასეთი რამ ერთ-ერთ კამერაში, ეს უკვე მაღლა ხდება კორპუსში, ზის ერთი მოხუცებული, არც თუ ისე მოხუცებული, მაგრამ ხანში შესული კაცი, რომელიც არის ყოფილი ქურდი. ახლა მოგეხსენებათ, იცით, მე მინახავს, გარყვნილი ადამიანი, გინდა კაცი აიღე და გინდა ქალი აიღე, როდესაც ბერდება, ბოროტდება ის თავისებურად და ახალგაზრდების მიმართ, როდესაც შეხედავს, რომ ეს ახალგაზრდა, კარგია და ის არის, მის მიმართ ეწყობა ცუდად, ეს მისი ბუნებიდან გამომდინარეობს, იმიტომ რომ ცუდი ადამიანი იყო ეს თავის ცხოვრებაში, ალბათ და დარჩა, დატოვეს არაქურდად და ამანაც გააბოროტა იმან. ეს გაბოროტებულმა ადამიანმა, რომელსაც მაინც და მაინც ეს ჩემი გადამრჩენელი ქურდი არ მოსწონდა, იმიტომ რომ ეს იყო მაღალი, შეხედული ვაჟკაცი და ხმელი და ძლიერი ბიჭი და გარეგნობითაც კარგი და პატიოსნებითაც უმაღლეს დონეზე მდგარი ადამიანი, სულიერი თვალსაზრისით და უნდოდა რომ რაღაცით მოესპო ეს ახალგაზრდა ავტორიტეტი, ასე ვთქვათ. და ახლა უყურეთ რა ხდება. ამ მოხუცი ყოფილი ქურდის კამერაში შემოყავთ კაცი, ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც აცვია ძალიან ლამაზი პერანგი, ასე ვთქვათ რა. სავოჩკას რო ეძახით ჩვენ. ხო. ძალიან ლამაზი პერანგი და ამან ახლა ეს გამოცდილი რაღაც ციხე ნატარი ეს მოხუცი უცბად გადაიანგარიშა თავში და დაუძახა ამას, მოდი ახო ერთი ხა ეს ელაპარაკება ცოტა ესეთი ბლატნოვი ლაპარაკით რამე და ახლა ეს ბიჭი კიდე საერთაზე არ არის და ვიღაც მილიონერი შვილი აღმოჩნდა, არ ვიცი, ქუთაისელი თუ ვიღაც, რომელიც ჩხუბზე არის მოხვედრილი, ძალიან დიდი ფულის პატრონია ამის მამა და დარწმუნებული არის, რომ ეს თვითონ ესეც ეს მოხუცი ქურდი, რომ აქედან რო წაიყვანენ სასამართლოზე, სასამართლო გაანთავისუფლებს ამას და გაუშვებს. რომ გამოკითხა რა და გაიგო ვინ არის, რა ზეზის, მისი მამა ვინ არის, ასე ეს ყველაფერი რო გაიგო და დაადგინა, იფიქრა რომ ეს აუცილებლად ეტაპში რო წაიყვანენ, სასამართლოზე რო წაიყვანენ ქუთაისში, სადაც ეს ჭუბი მოხდა, მამამისი თვითონვე ამბობს ეს ბიჭი, რომ მამა ჩემი არ დამტოვებსო ციხეში. მაგრამ იქ ვიღაცა დაიჭრა თუ რა ვიცი რაღაცა მოხდა და რაღაცა პატარა რაღაცა ის არის რომელიც მოგვარებადი საკითხი იყო კომუნისტების დროს კი არა, ყოველთვის მოგვარებადი საკითხია და მე არაერთხელ მithქვამს რომ ილია ჭავჭავაძე ამბობდა რომ მართლმსაჯულებას გახურებული რკინის თვისება აქვს და იგი წვავს სუსტ მხარეს რომ შეეხება ხოლმეო. აქედან გამომდინარე ეს ბიჭი ყველა პარამეტრებით ციხიდან უნდა გასულიყო. და ხდება ასეთი რამ. ხდება ასეთი რამ, რომ ეს ეუბნება ეს მოხუცი ყოფილი ქურდი, რომ შეგიძლიაო რომ იცის რომ რამდენიმე დღეში უნდა წავიდეს ეტაპში და ეტაპში სანამ წავა იმ წინა დღეს ეუბნება რომ ეხლა ეს მაპატიეთ და მაგარ ტიპად აჩვენებს რა თავს, ეხლა ესეთი კამერაა რომ რაღაცა ხო და
შეგიძლიაო რომ ეგ საროჩკაო ჩუმად ელაპარაკება ახლა სხვებმა რო არ გაიგონ რა და ეგ მათხოვ რა რომ ცოტა ხანი ჩავიცო მოხუცი კაციო რომ გავივლი გამოვივლი ცოტა თავს მოიწონებო მე ასეთიო ლამაზის არ ღირსებიაო რა და ამას რო ესეთი ენაზე რო ვთქვათ აბამსო რა და ნუ მოხდა ამისი ესეთი შებმა ჩემო ბატონო ესეთი ტერმინოლოგიით თუ ვილაპარაკებ და ამან ეს საროჩკა ეს პერანგი ათხოვა ამას. ვა! ეხლა კამერაში ეუბნებიან. ბიჭო რა მაგრად გიხდებაო რა მაგარი ამას გამოვართვიო რა. ეს კიდე ნუ თავს იდიდებს ეხლა რომ ამან ნუ ამას გამოვართვა რა რომ ეხლა არ მოიძგინე დააწერა ასე ვთქვათ რაღაც ჯანდაბა. ხო და დაინახა მთელმა კამერამ ეხლა ხალხი ზის ეხლა რა ვიცი. ადამიანები ხო და იმ ღამეს ეს ბიჭი ეხლა მთელი დღე დადის ეს ამ პერანგით ასე ვთქვათ ეს ყოფილი ქურდი რა ამ კამერაში გამოდის რაღაცა ვიგებთ აგეთ ხო და ეს ბიჭი იმ ღამეს ჩაყავთ კარანტინში და უნდა გაიყვანონ ეტაპში მიდის რა და ეს დაუბრუნებს ღამე ისევე ჩუმად ამ საროჩკას და ეუბნება რომ შენო რო ჩახვალო კარანტინშიო დაბლაო ესეთი და ესეთი ამ სახელით კაცი დაგხვდებაო ეს არისო კარანტინის მაყურებელი კაი ბიჭიაო შეხედულიო აშკაციო რო შეხედავ გამოარჩევო იქ დაინახაო რა იქ ვინ აწესრიგებს კარანტინს რამეო და თუო თვითონ არ დაგიძახაო შენო მიდიო იმასთანო და უთხარიო რომ მეო ძმაო აი ეს საროჩკა მესა და ეს ადამიანი ვარო მე გავდივარო რა მივდივარო ეტაპშიო და გამანთავისუფლებენო მაგრამ მე მინდაო რომ აი კაცურადო უბრალოდ მინდაო რომ ეს საროჩკა შენ გაჩუქო და ეს ისეთი ჩასაცმელია რომ გამორჩეული ძვირფასი რა და მადლობაო იმან უთხრა ეხლა იმ ჩემმა მეგობარმა რა რომ ესე იგი მადლობა გადაუხადა რომ ეხლა ნუ თავისი ნებით ამან ეს გამოართვა ამან ეს უბრალოდ ეს ბიჭი წაიყვანეს ნუ რაღაცა გადაიცვა იქ თუ რა ვიცი რა იყო და ყოველ შემთხვევაში ეს ყოფილი ქურდი იხდის გარკვეულ თანხას ნუ ხდებოდა ესეთი რაღაცეები და ყიდულობს იმ ამბავს რომ ეს კარანტინის მაყურებელი აიყვანონ კორპუსში და მიიყვანონ მაინდა-მაინც ამ კამერაში ნუ თუნდაც ერთი იმით რა ქვია ღამით და ღამე უნდა აიყვანონ მაინდა-მაინც გვიან თუნდაც ის ერთი ღამე იყოს და დილით სადაც უნდა გადაიყვანონ რა და ეხლა ვიღაცა იტყვის ახლა ვინც ამ ძველ ამბებს არ შესწრებია რომ ესე არ არის და ისე არ არის მაგრამ როგორც გეუბნებით ესე იყო რა და ესე მოხდა ხო და შეიძლება ეს იმიტომაც თქვას რომ არ ახდება ესეთი შეცდომები და შეცდომები როგორ არ ახდება მას რაღაც ურახუნებენ თავში ზოგიერთებს და იზახიან რომ ეს არასდროს არ ყოფილა ქურდი და ქურდის სახელს ატარებდა კაცი და უცბად ბრაღდა აღარ არის ქურდი და თურმე ყოფილა გარეწარი გათახსირებული რაღაცა იმ საერთო ფულის მომპარავი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ავი ზოგი ისეთი და ზოგი ასეთი ნუ ესეთი რაღაცებიც ხდება ვინმე რო არა თქვას რომ რაღაცა იმას ვახდენ რომანტიზებას არავის რომანტიზებას არ ვახდენ მორალურად ამაღლებული პიროვნება არის ყველა სფეროში განსაკუთრებით ეხლა მე როგორც ვატყობ ეხლა როგორც ხნეში შესული კაცი უფრო კომუნისტების დროს უფრო იყვნენ ესეთი ადამიანები იმიტომ რომ მე უკვე გათაღლით და ხალხი გაფუშდა გამაიმუნდა და ნუ ეს
ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, ეს მოგვიტანა უსაზღვრო თავისუფლება, ანუ ზღვარ გადასულმა თავისუფლება. და ამოყავთ ეს ღამე, როდესაც უკვე მთელ კამერას ზინავს და დილა თენდება და ნუ ამოაქვს ეხლა ის თავისი საროჩკა კაცო ამ კაცი ნაჩუქარი ის. ხო და დილა თენდება და ეს ყოფილი ქურდი აღვიძებს ყველას თავის ყვირილით. ვინ მოიპარა ჩემი საროჩკა? ვინ წაიღო ჩემი ეს ისა რა? იღვიძებს კამერა დგებიან რამე იქ და ეხლა ეს ავტორიტეტი ეს ჩემი მეგობარი საერთაშორისო არ არის ამას იქ თავის საწოლთან უდევს ეს საროჩკა. ხო და ვინ მოიპარა ჩემი ეს რამე იქით აი ნახე სადა უყურე ბიჭო ეს რა შკოდნიკი ყოფილა ეს გათახსირებული უყურე აი ამან გასხოვ იმაში პირდაპირ ვისეუბნები შემამაზაღლო და ესე იგი აქ მთელი აბა ქურდები ჩქარა რამე შკოდნიკი ეს ვინა ყოფილა ეს მაყურებელი კი არ არის ეს არის შკოდნიკი ასეთია ისეთია და ნუ თელმა კამერამ იცოდა რომ წინა დღეს იმ ბიჭმა ამას აჩუქა თუ ნუ დააწერა თუ რაღაცა უბედურება ეს პერანგი და მეორე დღეს აღმოჩნდა ამის ხელში და რანაირად აღმოჩნდა ამის ხელში როცა ამან ამას აჩუქა იმ ბიჭმა და ამას აცვია ამის თავქვეშ დავთან დევს ეს პერანგი ხო? მთელი კამერამ დაუდასტურეს ეხლა ჩაერივნენ მთელი ქურდები ერთი 5 კაცი იყო იმ დროისათვის იქ ყოფილა რა და ნუ ჩაერივნენ ერთი ამბავი ხდება ეს როგორ კაცო გარანტირის მაყურებელი კაცი უცბად დასდეს ესე იგი ბრალი იმაში რა ქვია მოპარვაში რომელიც ისჯება დამნაშავეთა სამყაროში სასტიკად. და როდესაც ქურდებმა ამბავს შეხედეს რომ ეს ამდენი 20 კაცი ადასტურებს რომ ესე იგი ეს კაცი მართალია იმიტომ რომ ამას აჩუქა ეს საროჩკა და უცბად ბრახდა ამას მეორე დღეს რაღაცა მეორე დილას ამის თავქვეში და ნუ გასაგებია რომ ეს არის შკოდნიკი ხო? ნუ ამ შემთხვევაში რა გარჩება ერთი და ერთადერთი ის რომ ვიღაცამ გააქანა და მეთქა ამ ჩვენს მეგობარს. და ამან კაცო ეს არის უაშკაცესი პიროვნება. და ამ დროს ურტყავს ეს ქურდი და ერთ-ერთი ქურდი ურტყავს და ეუბნება რომ შეშკოდნიკო ვინ ყოფილხარო ბიჭო შენო ესე იგი აგერ ტელეკამერა ადასტურებს ამას და ამანაც გააკანა და ბეთქა ამას და ნუ ეხლა მოხდა იქ ჭუბი და ეხლა ის 5 კაცი ის არის 20 კაცი იმას დაუდგა ის იმას დაუდგა ეს ამას დაუდგა და ბოლოს ეს კაცი ნუ აღმოჩნდა ნუ მართალია ვიღაცებსაც დაარტყა ამან რაღაცა ნუ ძლიერი იყო ფიზიკურად მაგრამ ის გვარ იყო ბრუსლი კაცო 40 კაცს მორეოდა ხო? და ბოლოს აღმოჩნდა სასტიკად ნაცემი და სასტიკად ნაცემი რო აღმოჩნდა მეორე დღეს ქურდებს უთქვამთ რომ იქნება ისე გააკეთოთო რა რომ გაათრიოთო სადღაც დააგდოთო ეს მკვდარი იქნება უკეო და თქვათო რომ პატიმრებმა სცემესოდან მე რაღაც ვიღაცა აიღებდა როგორც ხდება ხო რო ხდებოდა და ხდება ყოველთვის ესეთი რაღაცები იქაც ხო და ცოცხალი ვარო იმან რომ მიადგნენ გამოსძახა და თქვენი ესე და ისეო რა და ახლა მთელი ამბავი ახლა ატყდა მე ქურდი ვარო კაცი იძახის თქვენი ასე და ისე ნუ ის ურტყავ თქვენ ვის და რამე ციხეს ხო ესმის ეს ამბავი რომ ის ქურდები იმას შვებიან აგინებენ ეს ყვირის ქურდი ვარო და ესე იგი არა და ეხა ისეთი ადამიანისგან აქვს ამას ეს ნათქვამი რომ როცა გინდა ძმაო შენ თქვი რომ ქურდი ხარ და ქურდი ხარ იმ დღიდან ხო და მე ხა იმ ბიჭის სახელს იმ ბიჭი აღარ არის უკვე 70 წელს გადაცილებული იქნება და მე აღარა მაქვს ფაქტობრივად არ ვიცი 40 წელიწადი იქნება და მეტი იმასთან წავიდა ის საზღვარგარეთ და აღარ მქონია იმასთან ურთიერთობა ნუ ისო და გულნაკლული წავიდა აქედან ეს უკვე სხვა თემაა მაგრამ მე გეუბნებით ესეთ ფაქტს რაც იქ მოხდა
ამას იგებს ადმინისტრაცია უკვე. ერევა უკვე ადმინისტრაცია, იმიტომ რომ კაცი ყვირის ქურდი ვარ, კომუნისტების დროს ესე იყო რომ ბუნტი და რამე არ უნდათ, ამიტომ ქურდები ყოველთვის ამას ციხეები ქურდების მეშვეობით ესე იგი ჩუმად იყო და წესრიგში იყო და კომუნისტებსაც აწყობდათ ეს სიტუაცია და ხდებოდა ისე რომ ადმინისტრაცია ესეთ შემთხვევებში უკვე თავის სიტყვას ამბობდა ასე ვთქვა და ერეოდა ამ იმეებში რა ქვია საკითხებში ხო და დაუძახეს ამას ახლა როგორ კაცი იძახის რომ ქურდი ვარო და ნაცემია კაცი გაწოლა ზოგმა იმან დაარტყა ზოგმა იმანი ქურდებმა იმან რაღაცებმა და ნუ შკოდნიკი ხარ და მამაძალი ხარ და აბატიეთ ამ სიტყვაზე და ამან უთხრა ადმინისტრაციას რომ თუ არ გინდათო რომ ძალიან დიდი ამბავი მოხდეს დამნაშავეთა სამყაროშიო და სასტიკი ამბები დატრიალდესო გააგებინეთ ამადამ კაცო ეს კაცი ვიზედაც ეს უთითებს ცხოვრობს ერთ რაიონში ახლა იმის სახელი ქურდებმა ძალიან კარგად იციან და ყველა მიცის ეს ზოგიერთმა შეიძლება თქვას ახლა რატო ყვები ამას და რატო დაწერეს და რატო ისა მაგრამ მე იმიტომ დავწერე რომ ის იყო უაშკაცესი პიროვნება და იმან მე ფაქტიურად გზაზე დამაყენა ისეთ გზაზე რომ მე დღეს არა ვარ ვიღაცა ვაიმე და უიმე და რაღაცა და იგი იმიტომ რომ ის იყო სულიერად დამაღლებული პიროვნება და ვაშკაცი ბიჭი და ის იყო გამორჩეული ადამიანი ყველანაირი კუთხით რო ვთქვათ მათ შორის გარეგნობითაც კი რო შეხედავდი დაინახავდი რომ ის იყო ვაშკაცი კაცი და ეს კავშირში იმ დროს ერთ-ერთი უპირველესი ქურდი თავად ჩამოდის ციხეში უბერსკის ციხეში და მოხუცია უკვე ჯოხით გადაადგილდება, მთელი ცხოვრება შორეულ ციმბირებში და იმაში აქვს მოვლილი და ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანია და ზუსტად ის არის, რომელმაც უთხრა, რომ ჩემი მხარდაჭერა ყოველთვის გექნებაო. როცა შენ იტყვი, რომ ხარ ქურდი, შენ იმ წუთიდან იქნები ქურდი. ეს გახსოვდეს. ინვენდობოდა. და წარმოიდგინეთ თავის ამხელა ტიტულს ვიღაცა იტყვის ახლა სასწორზე აგდებდაო არა ის ჯეროდა იმისი რომ ის იყო პატიოსანი ბიჭი და ვაშკაცი ბიჭი და ამიტომ როდესაც გამოვიდნენ ქურდები ამის შესახვედრად რომ ეს ავტორიტეტული ქურდი მოვიდა აქ ციხეში ამის გულისთვის წერილი ადმინისტრაციას უთხრა რომ ეს გააგებინეთ თორემ მე ამას ესე არ დამთავრდება ეს ამბავი და ძალიან დიდი შეიძლება ცუდი ამბები მოყვესო. როგორც გააგებინეს იმ კაცს ჩამოდის და ხდებიან ეს ქურდები და შორიდან ეძახის ეს რომ ამადამ კაცმაო ეხლა სახელს კიდევ ვიძახი მე სხვა სახელით ამყავს იქ მოხსენიებული. ამადამ კაცმაო პირიდან ამოუშვა სიტყვები რომ მე ქურდი ვარ. კიო ესე ამბობდაო რა რაც რავი რასანამდეო ის იყო მაგას ყვირისო დღემდეო რომ მე ქურდი ვარო ქურდიაო და იქ დამთავრდა ყველაფერი და რამდენიმე დღის შემდეგ ეს ქურდები მაინც ბობოქრობენ ეხლა თავისებურად რომ ეხლა იმან კი თქვა მაგრამ ეხლა უზარმაზარმა ავტორიტეტმა მაგრამ მაინც ხო რაღაცა ხდება იქ რაღაცა ბუინი რომ ერთმანეთში ალბათ რაღაცა მთელი ამბავი მაგრამ არავის არ ესიამოვნება რა რომ თავისი გადაწყვეტილება უგულებელყოფილი იყოს კაცო და მით უმეტეს ეხლა ხუთი კაცის გადაწყვეტილება რომ იმ ერთმა კაცმა უცებ გამოცვალა და უცებ ერთი სიტყვით დაასვა ბეჭედი, ვერავინ ვერ შეედავა იმას კიდე გეუბნებით, ეხლა ის იყო კავშირში იყო ერთ-ერთი უპირველესი თავისი ავტორიტეტით და ის ვიღაც ხელწამოსაკრავი ის არ იყო იგი რაღაცა აქედან გამომდინარე
ხდება ესეთი რამე, რომ ეს ბიჭი მამას ვერ გაყავს და ბრუნდება ეტაპში უკან. და ის სწორედ ეს ხდება, რამდენიმე დღის შემდეგ და სწორედ აქედან იწყება ამის ავტორიტეტის ძალიან მაღალ კვარცხლბეკზე ასვლა ამისი. ისედაც კი ისეთმა ავტორიტეტმა დაუჭირა მხარი, რომ ისედაც უკვე დგას იმ კვარცხლბეკზე, მაგრამ ეს უკვე ძალიან მაღალა ადის თავისი ამ სიმართლით, ასე ვთქვათ, სიმართლეს ძალიან დიდი ძალა აქვს. და ზოგჯერ ეს სიმართლეც იკარგება კიდეც, ეს გინდა ქურდებში თქვი, გინდა, არის ხოლმე შეცდომები სულ ყველგან არის და არავინ არ დაიტრაბახოს, ახლა არა ჩვენთან ესე არ ხდება და იქ არ ხდება. სულ ყველგან არის შეცდომა. ყველა მოკვდავს შეიძლება მოუხდეს. უშეცდომო არავინ არ არის, მაგრამ არსებობს შეცდომები, რომელიც არის არაკაცური და უნებლიე რაღაცა შეიძლება ვიღაცა დაზარალდეს შენი გადაწყვეტილებით, უნებლიეთ, რომელსაც შეიძლება ძმურად გადაეხვიო და დამთავრდეს ის ამბავი, მაგრამ შეცდომები მაინც ყველგან ხდება. ჩამოდის ეს ქუთაისელი, ჩემო ბატონო, ეს მამის შვილი და ეძახის ეს ვისაც ეს ჩვენი მეგობარი და შეყავს ამ სვავს ამ ქურდების წინ და ეუბნება, აბა მოყევი ახლა თავიდან ბოლომდე ამის ისტორია. და მე რაც მოგიყევით, ახლა მეორედ ხო აღარ მოგიყვებით, ეს ბიჭი ყვება ამას იმან რა უთხრა, როგორ გამოართვა საროჭკა, როგორ დაუბრუნა, რა უთხრა, როგორ უნდა ჩასულიყო, როგორ უნდა მიეცა იმისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე იძულებული გახდა ეს ადამიანი გამხდარიყო კანონიერი ქურდი და ამ ამბის კიდევ ვიმეორებ, ამ ბიჭის ჩამოსვლის შემდეგ მისი სახელი ძალიან დიდად და ძალიან მაღალ დონეზე ავიდა. ესეთმა ადამიანმა კიდევ ვიმეორებ, ამაცილა მე ყველა ცუდს, ყველაფერ ცუდს თუ რამე არსებობს ამ ქვეყანაზე, ცუდი და მე აქედან უხდი მადლობას. აქვე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და გითხრათ ისიც, რომ მე ძალიან არ მიყვარს, იცით, ადამიანები კიდევ ვიმეორებ, ყველგან არის მორალი და ყველგან არის წესიერებას და ყველგან არის ცუდი ადამიანის და ამიტომ მე ვინც არ უნდა ყოფილიყო, თუ რამე მინახია ამ ქვეყანაზე კარგი, ყველაფერი აღწერილი მაქვს და დაწერილი. და სულ რომ გამოუცემელი დამრჩეს ის მძარცველი ჟურნალისტი, რომელზედაც ვწერ იმის გამო, რომ კანონიერი ქურდი ფიგურირებს იქ, მაინც არ ვიქნები ისე რა, იგი გული დამწყდება, მაგრამ ის წიგნი თავის გზას მაინც ნახავს. ასე რომ ღმერთმა ყველას გაუმარჯოს თავის გზაზე. მე როდესაც დავწერე და ეს იყო რამდენიმე წლის წინ და საქართველოში პირველმა მოითხოვე ამ კანონის გაუქმება, იმიტომ რომ ქურდიც ადამიანია და მას უბრალოდ ამ კანონის გაუქმება ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით რაღაცა არ ვიცი ხა ვისაც გინდა ეწყინოს, მაგრამ ეს არის სულელი ადამიანის თავში მოხარშული კანონი. როგორ შეიძლება კაცო, ესე იგი წარმოიდგინეთ ახლა ამერიკას რომ მიეღო ასეთი კანონი, რომ მაფიოზები გასახლდნენ ამერიკიდან. ეკრძალოთ ამერიკაში ჩამოსვლა. ეს დემოკრატია იქნებოდა? ან ის 20-იანი წლების მთელი ფილმები რო აქვს გადაღებული მაფიოზებზე და იმებზე,
განადგურებულია დემოკრატია ამერიკაში, ამიტომ და სამართალი აღარ არის. ახლა სამართალი გასაგებია, ახლა მეტნაკლებად რაღაც დარღვევები ყველგან არსებობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაიქცა ქვეყანა. ანუ ბევრი რამეა ქვეყანაზე რა, რომ მე როდესაც დავწერე ეგ და ამ სულელური კანონის გაუქმება მოვითხოვე ერთმა კაცმა, ერთი ქურდი, კანონიერი ქურდი დამიკავშირდა მე და ამისათვის მადლიერება გამოხატა. არ ვიცი, ახლა შეიძლება იმას 5 და 15 კაცი ეჭდა გვერდში და ყველას სახელით მიხდიდა მადლობას. მე არ ვიცი, ახლა მე ერთმა კაცმა დამირეკა და აი ეს ერთი ადამიანი, რომელმაც გამოხატა მადლიერების გრძნობა, გარკვეული რაღაცა ურთიერთობა მქონდა ერთი პერიოდი, უფრო საუბრობდით ხოლმე ტელეფონზე და ერთხელ ურეკავდა, აკოშინებული მოდის რა, რაღაცა დაღლილია, სადღაციდან მოდის და სად იყავი მეთქი მე ვთხარი და სხვადასხვა ძალიან ძდილობიანი კაცია, ჩემზე დაახლოებით ალბათ ერთი 17-18 წლით უმცროსია იქნება დაახლოებით, ავიღოთ თუნდაც 20 წლით, კაცია რა პრინციპში, მაგრამ ყოველთვის მომართავდა ბატონო თამას. ძალიან ზრდილობიანად, როცა ჩვენ საუბრობდით, მე ვუთხარი, რომ ჩვეულებრივად გვესაუბრა რა, როგორც ბოლო-ბოლო უფალს მიმართავ შენობით და მე ცოტა უხერხულადა ვარ მეთქი, მე ვუთხარი, ვერაფრით ვერ დავიყოლიე ამას. ხო და ერთხელ ეს აკოშინებული მოდის რა და სად იყავი მეთქი, გასო ესეთი დაღლილი რო ჩახარ რაღაცა და ვიყავი, აი კუნძულზე ვიყავი ჩასულიო, მართლმადიდებლური ტაძარი არისო და სანთელი ავანთეო რა და ეს სანთელი ჩემ მტრის სახელზე ავანთეო. დაუგზინებელი მტრის სახელზეო. მე გამიკვირდა, როგორ მტრის სახელზე რატო ავანთე სანთელი? სანთელი სანთება მტრის სახელზე ცოტა არ იყოს გასაკვირი იყო ჩემთვის ამას კანონიერი ქურდი რომ მეუბნებოდა და მე ვთხარი რატო რა მიზნით აუნთე და რა არისო იცი ჩემთან აქ დაპირისპირებაო და ღმერთს ვთხოვე რომ ჭკუაზე მოვიდესო რა და სიმართლე დაინახოს რომ თავი არ შემომაკლასო რა არ მინდაო რა კაციც კი არ დამიჭრიაო რა ცხოვრებაშიო და არ მინდაო რა სისხლი და უბედურება და არ მინდა ეს დაპირისპირებაო და აი ესა ვთხოვე ღმერთსო გესმით აი ამ კაცმა ისეთი რამე მომიყვა მე რომ თქვენ აი შეიძლება ვერც კი წარმოიდგინოთ კაცმა რომელმაც ესე იგი სამარტო საკანში გაატარა წლები და თავიდან რომ გაბოროტდა იმ ადამიანების მიმართ და ეს ყოველდღიურად ემატებოდა ეს ბოღმა და ეს რაღაცა რომ აქედან რომ გავიდოთ ამას იმას იზავდა იმას რაღაცა მთელი ამბავი მასთან შევიდა სასულიერო პირი და შეუტანა სახარება თურმე და ეს სახარება რა არის აღანა ამანი რაღაც და რა წლები უხდებოდა იქ ჯდომა და რომ დაინახა რომ ეს ერთი ფურცელი წაიკითხა მე მეორე მე მესამე და ბოლოს ეს კაცი მოდი ვთქვათ რა მისი საუბრიდან კი არა მარტო მოქმედებიდანაც გამომდინარე და ამ მოქმედებაზე მომაყოლინებთ რა გააკეთა იმ კაცმა მაგრამ მარტო საუბრიდან შეიძლება ადამიანისა ვიღაცამ თქვას რომ როგორ ირწმუნეო მაგრამ მოქმედებაზეც შევატყე რომ ის კაცი მართალი იყო და ეს იყო მართლა ქრისტიანული მოქმედება მისი მხრიდან აი ეს კაცი ჩამოყალიბდა ჭეშმარიტ ქრისტიანად მე ერთი რამე ვიცი რა სახელმწიფოს მხრიდან იქნება ეს თუ ჩვეულებრივი ადამიანების მხრიდან
სიძულვილი და გარიყვა ადამიანებისა წარმოშობს უარეს და უარეს სიძულვილს და ეს ყველასთვის ალბათ საყვარელ წიგნში დათა თუთაშხიაში ძალიან კარგად არის ნათქვამი რა. ძალიან კარგად იქ, თუნდაც იქ ეფემია წინამძღვარი რო ელაპარაკება და ბევრ ადგილას არის იქ. ამიტომ კიდე გეუბნებით რა, ქურდია თუ რაც არის, ადამიანია ის რა და ჩვენ არ მიუდგეთ ასეთი კლასიფიკაციებად. არავინ არ ვიცით ვის რა ცხოვრება ჰქონდა გავლილი. აი ის ადამიანი ვისდაც ახლა ბოლოს გელაპარაკებოდით, მთელი ცხოვრება მას ისეთი რამე შემთხვევა, რომ ყველა ფერი მეტყველებდა იმაზე, რომ ეს უნდა გაბოროტებულიყო და ეს საშიში მკვლელი უნდა გამხდარიყო. მაგრამ უდიდეს ქრისტიანად ჩამოყალიბდა. მართალია მას დღეს კანონიერი ქურდი ჰქვია და კანონიერი ქურდია, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ის იმ ავაზაკს შევადარებდი, რომელსაც რა თქმა უნდა იმ კაცთან ერთად ვიზედაც აღარ მოგიყევით, რომელსაც ქრისტემ ხელი ჩაუვლო და წაიყვანა. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ხალხო, შეიძლება ვიღაცა არშავებს. მე არ ვამბობ იმას, რომ ქურდებში არ არსებობენ, ზოგი ქურდის ტიტულს ატარებს და არც მე არ მომწონს ხოლმე ვთქვათ რაღაც საქმედება, მაგრამ თვითონ ქურდებიც იღებენ ხოლმე მერე გადაწყვეტილებას იმის არსებობა არ არსებობის ამბავში. ნუ მიუდგებით, ასე მე ყოველთვის ვამბობ და კიდევ გავიმეორებ, სიყვარული შობს სიყვარულს, განსაკუთრებით მოყვასის მიმართ და მოდი გვიყვარდეს ერთმანეთი რა და მაგით ჩვენს ქვეყანას გადავარჩენთ. არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის და რა არის. მე ვამბობდი ყოველთვის, არა აქვს რანგს მნიშვნელობა. ადამიანის რანგს ცხოვრებაში არ აქვს მნიშვნელობა. თუ ის მორალურად ამაღლებული, უпроსტად მორალურად გამართული და სულიერად ამაღლებული ადამიანია. ამიტომ კიდევ და კიდევ მოგიწოდებთ ყველას, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. რაც შეეხება ახლა ბოლოს ვიტყვი იმ წიგნებთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვაცხადებ, კიდევ შემოვიდა ისა რა ქვია მომწერეს ხალხმა და აბა თქვენ ისიც იქნებ შეიკრიბოთ იმდენი, რომ ღირდეს დაბეჭდოთ რა და თუ ვერ დაუბეჭდე, ნუ რას ვიზავთ. კიდევ გეუბნებით, ახლა წიგნი თავის გზას ნახავს, ისეთი რამეა და მე უბრალოდ გული დამწყდება რა. ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.